სოციალური დრამა შიშველი მატერიალურად და ფსიქოლოგიურად გაძარცულ ქალბატონზე ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრებითა და პრობლემებით ქართული რეალობისათვის კარგად ნაცნობია. დრამატული ისტორია რეჟისორმა ნინო ბასილიამ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმში უნდა ასახოს, რომლის გადაღების პროცესსაც ანი მარღანია გვიჩვენებს საკუთარ სიუჟეტში. როგორც მატერიალურად, ასევე ფსიქოლოგიურად გაძარცული ქალის ისტორია სოციალური დრამის მთავარი ხაზია. ქალის, რომელიც საკუთარი ცხოვრებითა და პრობლემებით ქართული რეალობისთვის ძალიან ნაცნობია. დრამატული სცენარის ავტორი ნინო ბასილია სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. რეჟისორის მთავარი მიზანია ფილმით სახელწოდებით შიშველი ადამიანის სულიერი სამყარო და ყოფითი პრობლემები მაყურებლამდე მიიტანოს. შინამდვილიდან გამომდინარეა ყველაფერი, რეალურ ფაქტებს ვეყრდნობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ პერიოდში, როდესაც უჭირდათ, თუმცა ეს არ იყო შორეული წარსული, 2000-იან წლებშიც კი, რატომაც ყველა ფიქრობდა, რომ ამერიკაში უნდა წასულიყო აუცილებლად და იქ გაეუმჯობესებინა თავისი ყოფა. ასევეა ამ ფილმში. ეს ქალიც აპირებს ამერიკაში წასვლას, მაგრამ როგორ ძალა თუ არა, ამას ფილმში ვნახავთ. ყველასგან მიტოვებულ მარტოხელა დედას მსახიობი ეკა დემეტრაძე ანსახიერებს. მისი გმირის ცხოვრებისეული სირთულეების მაყურებლამდე მიტანა მსახიობისთვის მთავარი გამოწვევაა. ქალი, რომელიც აუტისტ შვილს მარტო ზრდის მატერიალური პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად საზღვარგარეთ წასვლას ხედავს. ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე სტუდია 99 მუშაობს. მნიშვნელოვანი თემები არის წამოწეული ფილმში და ამ გოგოს ცხოვრებაში. მე მნიშვნელოვანს გულისხმობ ზოგადად დღეს სოციალური პრობლემები რაც არსებობს და რა პრობლემებსაც აწყდებიან ადამიანები და განსაკუთრებით ქალები და თან მარტოხელა დედები. ჩემი პერსონაჟი არის უბრალოდ ემოციას ვერ გამოხატავს. ყველაფერი ესმის, ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ გამოხატავს. ესეთი არის აუტიზმით დაავადებული. თუ ძალიან გაბრას და რაღაცებს აყილავებს, კამებს ისმის და ლეწავს ყველაფერს. ნინო ბასილია მაყურებელს ყველაზე ხმაურით 2006 წელს გაეცნო, როცა რუსთაველის სარდაფში სექსუალური რევოლუცია დადგა. პროფესიით რეჟისორსა და დრამატურგს გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი. ასევე ავტორია არაერთი მოთხრობის და საბავშვო ლექსების კრებულის. სოციალური დრამა სახელწოდებით შიშველი საერთაშორისო ფესტივალებზე ოქტომბრიდან გაემგზავრება. ქართულ კინოთეატრებში კი ნინო ბასილიას ფილმი მომავალი წლის გაზაფხულიდან დადგება.